ეს დაიწყო. ის სიტუაცია, რომლითაც პუტინს და მის თანამზრახველებს არასდროს ჯეროდათ, ახლა ხდება. რუსები ტოვებენ ყირიმს. უпростоრად, რუსი ოკუპანტები რეკორდული რაოდენობით გარბიან ყირიმიდან, რადგან უკრაინის დრონების იერიშები ცხოვრებას უკანონოდ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე შეუძლებელს ხდის. პანიკამ ყირიმი მოიწვა. ქერჩის ხიდი ახლა სავსეა მანქანებით, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მატერიკზე შედარებით უსაფრთხოებას ეძებენ. ეს ყირიმის დეოკუპაცია, რომელიც რეალურ დროში ხდება და უკრაინას ნახევარკუნძულზე არც ერთი ჯარისკაცი არ გაუგზავნი. უკრაინა სამუდამოდ ასუფთავებს ყირიმს რუსებისგან და აქედან მხოლოდ უფრო გაუარესდება მდგომარეობა რუსეთისთვის. ჩვენ მივდივართ კერჩის ხიდთან. შეიძლება ამის შესახებ გსმენიათ. პუტინის მრავალმილიარდიანი მონუმენტი მის აღქმულ წარმატებაზე ყირიმში რუსეთის მატერიკს აკავშირებს ოკუპირებულ ტერიტორიასთან. და ეს ხიდი უნდა იყოს მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ყირიმი მნიშვნელოვანი რგოლი იყოს იმ საომარ მანქანაში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა. ეხლა კერჩის ხიდი სულაც აღარ არის მთავარი რგოლი. ის მაინც რჩება სიმბოლოდ, მაგრამ ეხლა ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ჩაშალა უკრაინის გენიალურმა სტრატეგიამ ყირიმისთვის. პუტინის გეგმები და დაიწყო ნახევარკუნძულის დერუსიფიკაციის პროცესი. 25 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერჩის ხიდზე 10 კილომეტრიანი საცობი იყო შექმნილი. ეს უზარმაზარი მანქანების რიგი იწყება რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხიდის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან და გრძელდება ივანიუკას სოფელამდე, სადაც დაახლოებით 1500 სამოქალაქო მანქანაა, რომლებიც ყველა ერთსა და იმავეს ცდილობს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ყირიმი. ეს უზარმაზარი საცობი სატელიტურ ფოტოებზეც ჩანს, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რამდენი რუსი ცდილობს ნახევარკუნძულის დატოვებას. სკიმის ტელეგრამ არხზე გაზიარებული ფოტოები აჩვენებს, როგორ პანიკობენ რუსი ოკუპანტები. კერჩის ხიდის გასწვრივ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მკაცრი უსაფრთხოების ზომები დაწესდა. რუსი ოკუპანტები ყირიმში აქტიურად წერენ სოციალურ ქსელებში თავიანთ განზრახვებზე. დატოვონ ტერიტორია, რადგან უკრაინის დარტყმები აზიანებს როგორც ნახევარკუნძულს, ასევე ყირიმში მისასვლელ ყველა ლოგისტიკურ მარშრუტს. მათაც კი ვინც კერჩის ხიდზე გადასვლას ცდილობს, ჯერ კიდევ არ აქვთ უსაფრთხოების გარანტია, რადგან ხიდზე მოძრაობა რეგულარულად ჩერდება უკრაინის მხრიდან რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო. ეს არის რეალობა, რომელსაც ახლა ყირიმის ოკუპანტები აწყლებიან და ერთადერთი რაზეც მათ შეუძლიათ ფიქრი, გაქცევაა. და საქმე იმაში არ არის, რომ ხიდის ორივე ბოლოზე საცობები ვხედავთ. მეორე მხარეს, ყირიმში შესვლის მსურველი მანქანების რიგი დაახლოებით მესამედია იმ რიგთან შედარებით, ვინც ცდილობს იქიდან გასვლას. თუ შეთქმულების თეორიების მოყვარულები ვიქნებოდით, ვითხოვდით, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლის შეჩერებას. ამ არგუმენტს შეიძლება მხარი დაუჭიროს Pravdas 26 ივნისის ანგარიშმაც, სადაც ნათქვამია, რომ რუსულმა ხელისუფლებამ ქერჩის ხიდი დახურა 23:51 საათს, 25 ივნისს და 6:14 საათს. 26 ივნისს, რამაც გამოითვია უზარმაზარი საცობი და ქერჩის ხიდის ყირიმის მხარეს მრეს მოლოდინის დრო 4 საათზე მეც გადააჭარბა. თითქოს რუსეთს სურს, რომ ხიდის საათობით დახურვა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ გაქცევას მცდელები უკან დაბრუნდნენ, რათა რუსეთმა შეინარჩუნოს ილუზია, თითქოს ნახევარკუნძულზე ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეს ილუზია უკვე დიდი ხანია დამსხვრეულია და სატელიტური ფოტოები ნამდვილ ამბავს გვიყვება. 26 ივნისისთვის New Voice of Ukraine იუწყებოდა, რომ რიგი 15 კილომეტრამდე გაიზარდა და შესაძლოა მართლაც იყო რაღაც მიზეზი, რომელმაც ამდენი ოკუპანტი დაარწმუნა, რომ ახლა დრო გაქცევისთვის. 25 ივნისს უკრაინამ ყირიმში ჯოჯოხეთური იერიშები მიიტანა. 38 ობიექტი დააზიანა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობის საცავი ჟიანკოის რეგიონში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბოელექტროსადგური სიმფეროპოლში, ასევე ელექტროქვესადგურები ამ დასახლებასა და სევასტოპოლში. ყირიმი ამჟამად საგანგებო მდგომარეობაშია, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. რეგიონალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 26 ივნისს სევასტოპოლში. უკრაინის დრონების იერიშის შემდეგ, რაც ყველაფერს გეუბნებათ, რუსეთის ოკუპაციის მდგომარეობაზე იმ ქალაქში, რომელიც ოდესღაც შავი ზღვის ფლოტის სახლი იყო, სანამ უკრაინის დრონებმა და რაკეტებმა მათი გაყვანა არ აიძულეს. მაგრამ მეორე საგანგებო მდგომარეობა თავად კრემლშია. ან უпростоრად იმ ბუნკერში, სადაც დღეს პუტინი იმალება. რუსეთის ლიდერი ყირიმში დიდი კრიზისის განვითარებას ადევნებს თვალს. ათასობით ადამიანი ცდილობს გაქცევას. ნახევარკუნძული იერიშებმა გაანადგურა და მისი ლოგისტიკური არტერიები სათითაოდ იჭრება. და როცა ის იმალება და ცდილობს თავი მოაჩვენოს, თითქოს ეს ყველაფერი არ ხდება რუსეთის უკრაინაზე მოჩვენებითი დომინირების ყველაზე დიდ სიმბოლოზე. დიდ სიმბოლოზე ვლადიმირ პუტინს მოუწევს ერთი მარტივი უეჯველი ფაქტის მიღება. აქედან მხოლოდ უფრო გაუარესდება ყველაფერი. მოდით ერთი წუთით უკან გადავდგათ ნაბიჯი. თუმცა 38-მა დარტყმამ, რომელმაც ყირიმი შეძრა, შეიძლება სწორედ ის საბოლოო დარტყმა იყო. ბევრი ოკუპანტისთვის, რომლებიც ახლა კერჩის ხიდზე საცობებში არიან გაჭედილები, როცა ცდილობენ სახლში დაბრუნებას. რაც ჩვენ აქ რეალურად ვხედავთ, არის კამპანიის კულმინაცია, რომელმაც ყირიმი რუსი ოკუპანტებისთვის აბსოლუტურ ჯოჯოხეთად აქცია.
უკრაინა უკვე რამდენიმე კვირაა სისტემატურად ანადგურებს ყირიმში მიმავალ ლოგისტიკურ გზებს. ასევე ეს ხმის თავს მომარაგებისა და საწვავის მანქანებს, რომლებიც ნახევარკუნძულზე მიემართებიან. შედეგები ყველასთვის ნათლად ჩანს. ამ თავდასხმების შედეგად ყირიმში საწვავის მასიური დეფიციტი შეიქმნა. ბევრ შემთხვევაში ოკუპანტებს საწვავის მოპოვება არ შეუძლიათ, რადგან ის პრიორიტეტულად სამხედროებისა და საგანგებო სამსახურებისთვის არის განკუთვნილი. იმ რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც საწვავი ჯერ კიდევ არის, გაყიდვა თითო ადამიანზე 20 ლიტრით არის შეზღუდული და ბენზინის მიღება მხოლოდ QR კუპონებით არის შესაძლებელი. ეს ნამდვილად არ არის კარგი მათთვის, ვინც საწვავის მოპოვებას ცდილობს, რადგან ინტერნეტის გათიშვები უკვე სევასტოპოლზე მოქმედებს და შესაძლოა დანარჩენ ყირიმსაც მოედოს. და კიდევ არის საკვები. ივნისის დასაწყისიდან უკრაინა იუწყება, რომ ყირიმის სუპერმარკეტებში ძირითადი პროდუქტების დეფიციტია, რაც კვლავ გამოწვეულია იმ თავდასხმებით, რომლებსაც უკრაინა ნახევარკუნძულისკენ მიმავალ რუსეთის ლოგისტიკურ მარშრუტებზე ახორციელებს. ეხლა წარმოიდგინეთ თავი ყირიმში მყოფი ოკუპანტის ადგილზე. ხედავ, როგორ ხდება ეს ყველაფერი შენს გარშემო. საკვები შენს კარადებში იკლებს და იშვიათად ყოფნის საწვავი მანქანაში, რომ სუპერმარკეტში წახვიდე. თუნდაც იყოს საწვავი, ვერ იქნები დარწმუნებული, რომ იმას იშოვი, რაც გჭირდება. მაგრამ ბოლოს იღბალი გიღიმის. ინტერნეტი ბრუნდება და პოულობ ბენზინგასამართ სადგურს, სადაც საწვავს ყიდიან და შეგიძლია შენი QR კოდიც გამოიყენო. ავში საწვავია, მაგრამ ვერ იქნები დარწმუნებული, რომ ხვალ ან მომდევნო რამდენიმე დღეში ამას ისევ მოახერხებ და არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლებ. დასაპირებ. ქერჩის ხიდზე რიგში მდგომი მინიმუმ 1500 მანქანისთვის პასუხი ასეთია. გარბიან უკან, რუსეთში, სადაც იმედოვნებენ, რომ პრობლემები ასე მძიმე არ იქნება. ჯოჯოხეთი მხოლოდ ახლა იწყება ყირიმის ოკუპანტებისთვის. ამიტომაც ასე ბევრს უნდა, რომ რაც შეიძლება მალე გაეცალოს აქაურობას. თუმცა კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი. თავად ქერჩის ხიდი. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ ბევრი რუსი შიშობს, ვეღარ შეძლებს საწვავის მოპოვებას და ყირიმიდან წასვლას, როცა მოუნდება. ისინიც კი შეშინებულები არიან, რომ უკრაინა ხურავს იმ ერთადერთ შესაძლებლობას, რომელიც მათ აქვთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. მაგრამ სანამ აგიხსნით რას გულისხმობთ ამაში, თქვენ უყურებთ The Military Show, სადაც სათაურებს მირმა ვიხედებით და ნამდვილ ამბავს გიყვებით. თუ მოგთონ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ეხლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ ოკუპანტებს შეუძლიათ დაინახონ ცარიელი საწვავის ავზები და მაღაზიებში, შემცირებული მარაზიები. ისინი ასევე ხედავენ ყველგან გაჩენილ ცეცხლს, ცაში ამავალ უზარმაზარ კვამლის სვეტებს, როცა უკრაინის კიდევ ერთი დრონი ან რაკეტა მიზანს აღწევს. და ამ ყველაფრის ნახვა ყველაზე მეტად ეხლა იმ ხიდის მახლობლად არის შესაძლებელი, რომელსაც რუსები იყენებენ ყირიმიდან გასასვლელად. უკრაინას ამ ხიდზე პირდაპირ შეტევა დიდი ხანია არ განუხორციელებია, მაგრამ ის წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს ხიდის ორივე მხარეს. 21 ივნისს, სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ მრავალკილომეტრიანი რიგები დაიწყებოდა, უკრაინამ დარტყმები მიაკენა საზღვაო ლოგისტიკას, ნავთობის საცავს და კიდევ ბევრ ობიექტს ქერჩის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორიებზე. ხანდახან ამ დარტყმების შედეგად წარმოქმნილი კვამლი ქერჩის ხიდზე გადადის ისე, რომ ხიდი თითქოს თავად იწვის. ის არ იწვის, მაგრამ შეიძლება ასე მოხდეს და სწორედ ეს არის თავარი აზრი. ქერჩის ხიდი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად მთელ ყირიმში. ჩვენ ნახეთ ეს დაცვები უკრაინის იერიშების დროს. საჰაერო თავდაცვების გარდა გამოიყენება კვამლის ეკრანები, რათა უკრაინის დრონები დააბნიონ. ბარჟების ჭაჭვები განლაგებულია, რომ საზღვაო დრონებმა ვერ შეძლონ ხიდის სარვდენების აფეთქება. ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები ქერჩის ხიდის გარშემო წყლებში ბარიერების შესაქმნელად, რათა იგივე საზღვაო დრონები შეაჩერონ. ყველა ეს თავდაცვა მოქმედებს, მაგრამ უკრაინა მაინც ახერხებს წარმატებულ დარტყმებს ქერჩის ხიდის რეგიონში. ამ დარტყმების მიზანია ძალიან მკაფიო გზავნილის გაგზავნა, რომელიც ამ პრობლემებმა, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, კარგად გაიგეს. თავდაცვა მნიშვნელობას არ წარმოადგენს. უკრაინის დრონებსა და რაკეტებს ქერჩის ხიდამდე მიღწევა შეუძლიათ. შირებული სამიზნეები ხიდის ორივე მხარეს ნადგურდება და შესაძლოა მხოლოდ დროის საკითხი რითხია, როდის გადაწყვეტს უკრაინა, რომ თავად ხიდი ახდეს სამიზნე. წადი სანამ შეგიძლია. უკრაინას შეუძლია ხიდი ნებისმიერ დროს მწყობრიდან გამოიყვანოს და ეს ნიშნავს, რომ ვეღარასდროს შეძლებ გაქცევას. თითქოს ამ გზავნილის გასამყარებლად, უკრაინა სულ უფრო შემოქმედებითად აგზავნის თავის გაფრთხილებებს. 3 ივნისის ღამეს ქერჩის ხიდის თავდაცვითი სისტემების სატელიტური ფოტოები გამოჩნდა. ეს თავისთავად არის გზავნილი. თავად ის ფაქტი, რომ ეს ფოტოები არსებობს და საჯაროდ ხელმისაწვდომია, უკრაინის გზავნილია ოკუპანტებისთვის, რომ ზუსტად იცის, რას ცდილობს რუსეთი ხიდის დასაცავად. უკრაინამ ასევე გადაიღო ქერჩის ხიდის ახლო ხედის ფოტოები სხვადასხვა კუთხიდან სადაზვერვო დრონების გამოყენებით, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იარაღები, რომლის განადგურებასაც რუსეთი სურს, რომ ყირიმის ოკუპანტებმა დაიჯერონ თითქოს საჰაერო თავდაცვა გაანადგურებს, სინამდვილეში თავისუფლად აღწევს და მოქმედებს დაუშტილად. ხეს ფოტოებს იღებენ, მაგრამ შემდეგ ჯერზე უკრაინამ შეიძლება გამოგზავნოს დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებებით, რათა ხიდი მწყობრიდან გამოიყვანოს და გაქცევის მსურველები სრულიად მოწყვეტილი დატოვოს ნახევარკუნძულზე, სადაც ცხოვრება მათთვის სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ტივიმი იზოლირებულია. ოკუპანტები ამას ყველაფერს ხედავენ. მათ იციან, რომ უკრაინას შეუძლია მათი მთავარი გაქცევის გზის გადაკეტვა და ახლა ცდილობენ, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ, თავი დააღწიონ იქაურობას.
მოქალაქეების რიგი, რომლებიც ყირიმიდან გასვლას ცდილობენ, უკვე საკმაოდ დიდი პრობლემაა პუტინისთვის. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ბატონობის ყველაზე დიდი სიმბოლო უკრაინაზე ინგრევა. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ უფრო დიდი საკითხი იმალება. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის სტრატეგიული გენიალურობის გამო, რომელმაც კლასიკური ალყა თანამედროვე ომის იარაღად აქცია თავისი დრონების გამოფენებით. უკრაინა აკეთებს იმას, რაც ოდესღაც შეუძლებლად მიიჩნეოდა. ქვეყანა, რომელსაც რეალური საზღვაო ძალები არ აქვს, ბლოკადაში ამყოფებს ყირიმს და ამას აკეთებს ისე, რომ არც ერთი თავისი ჯარისკაცი საფრთხეში არ აგდებს. ყირიმის ოკუპანტებზე ისეთი ზეწოლა ხორციელდება, როგორიც არასდროს ყოფილა, იმდენად რომ შეიძლება საბოლოოდ უკრაინამ უბრალოდ შეაბიჯოს ყირიმში და დაიბრუნოს იგი. უკრაინა მოთმინებით მოქმედებდა. მან რამდენიმე თვის თუ არა წლების განმავლობაში განახორციელა დაუღალავი გამოფიტვის სტრატეგია. და ახლა ხედავთ, როგორ ამართლებს ეს ყველაფერი ყირიმში. იზოლაციის სტრატეგიამ შექმნა საფუძველი ყველაფრისთვის, რასაც ახლა ვხედავთ. ჩვენ ეს ადრე უკვე ვახსენეთ. უკრაინა ანადგურებდა რუსულ სატვირთოებს და ანგრევდა სახმელეთო დერეფნებსა და მაგისტრალებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რათა რუსეთს პრაქტიკულად შეუძლებელი გაეხადა ყირიმში მარაგებისა და საკვების უწყვეტი მიწოდება. საჰაერო თავდაცვა ან გვერდისავლით იქნა გაგადალახული, ან მთლიანად განადგურდა და უკრაინა არაჩვენებს შენელების არანაირ ნიშნებს. 23 ივნისს უკრაინამ დაარტყა სარკინიგზო ხიდს, რომელიც გადის ჩრდილოეთ ყირიმის არხზე, ყირიმის ტერიტორიაზე. ეს კიდევ ერთი ლოგისტიკური არტერია, რომელიც წყობრიდან არის გამოყვანილი. როზდოლნას სოფელში, რომელიც ასევე ყირიმში მდებარეობს, უკრაინამ კიდევ ერთი იერიში მიიტანა. ამჯერად 28 ივნისს, რის შედეგადაც ხიდის ნაწილი ჩამოინგრა სარკინიგზო ლიანდაგებზე. ეს იერიში განხორციელდა პარალელურად მეორე დარტყმასთან, რომელიც ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გადებულ სარკინიგზო ხიდზე განხორციელდა. უკრაინა კვლავ და კვლავ ახორციელებს დარტყმებს, ხშირად ერთსა და იმავე ობიექტებს რამდენჯერმე უთრამს. ყოველი ხიდი, რომელიც ინგრევა, ნიშნავს გზის გადაკეტვას, რაც კიდევ უფრო აყონებს ყირიმის ოკუპანტებს, რომლებიც უკვე სირთულეებს განიცდიან. და პანიკაში არ არიან მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქეფჩის ხიდის გავლით გაქცევას. ყირიმი პუტინისთვის სამხედრო თვითად იქცა მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში აქტივი იყო. საბოლოო ჯამში საქმე იმაშია, რომ მარაგები მხოლოდ ყირიმში არ შედიოდა, ისინი იქიდანაც გადიოდა. იზოლაციის სტრატეგია, რომელიც უკრაინამ შექმნა, ნიშნავს, რომ ყირიმიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმავალი სამხედრო მარაგები, იქ სადაც საჭიროა, ვერ აღწევს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის რუსეთის შეტევებისთვის. ისინი ახლა უფრო სუსტები არიან, ვიდრე 2026 წლის ნებისმიერ მომენტში იყვნენ და უკრაინა აიძულებს რუსეთს ამის საფასური გადაიხადოს. ტერიტორიები კვლავ იბრუნება და უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ყირიმი ბლოკირებულია დრონებზე დაფუძნებული სტრატეგიით, რომელიც აქამდე არასდროს გამოყენებულა. უკრაინამ ეს ყველაფერი შეიმშავა და შედეგად ყირიმი რუსებისგან იცლება. მაგრამ ოკუპანტებმა, რომლებიც ქერჩის ხიდის გავლით გარბიან, ასევე იციან, რომ თუ დარჩებიან, კიდევ რაღაც ეოლდებათ. დეფიციტი, რომელიც კიდევ უფრო დამანგრეველია ვიდრე ის, რაც უკვე აზიანებს ნახევარკუნძულს, მალე მოხვდება ყველაფერს, რაც აქამდე ვნახეთ. და ეს შეეხება ერთ რამეს, რაც დედამიწაზე ყველა ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის. წყალი. ყირიმი წყლის თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაში არ არის. ნახევარკუნძულზე ბუნებრივად ბევრი სუცაცხალი არ არის და ნამდვილად არ არის საკმარისი ყველა ოკუპანტის, რისი ყველა ოკუპანტისთვის, რომლებმაც პუტინის უკანონო ანექსიის შემდეგ ნახევარკუნძული თავიანთ სახლად აქციეს. რუსეთს ეს პრობლემა კარგად ესმოდა და როგორც ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი უწყება, პუტინმა ნახევარკუნძულს 12 მილიარდი დოლარი დაპირდა 2024 წლამდე მასშტაბური წყალმომარაგების პროექტებისთვის. ეს დაპირება მას შემდეგ გაიცა, რაც ყირიმმა წყლის დეფიციტის გამო 140 მილიონი დოლარი დაკარგა, თუმცა დაპირება არ შესრულებულა. იმიტომ რომ წარუმატებელი შეჭრა ყველა ფულსა და რესურსს თანდგავს, რაც ამ ყველაფრის განხორციელებას შესაძლებელს გახდით. ამიტომ ოკუპანტებს სუფთა წყლის მისაღებად წყლის ტუმბოების გამოყენება უწევთ. ეს ტუმბოები მუშაობს, თუმცა მათ ელექტროენერგიას სჭირდებათ. ეხლა გახსოვთ ზოგიერთი სამიზნე, რომელიც ვახსენეთ, როცა გიყვებოდით უკრაინის 38 დათმაზე, რომლებმაც ხიდის გავლით მასობრივი გაქცევა გამოიწვია. რას ესხონდნენ თავს? თბოელექტროსადგურებს და ელექტროენერგიის ქვესადგურებს, რომლებიც აუცილებელია ოკუპანტებისთვის სუფთა წყლის მისაწოდებლად. The Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დარტყმების შედეგად ენერგომომარაგების დესტაბილიზაციამ უკვე გამოიწვია წყლის ცნევის პრობლემები სევასტოპოლის ზოგიერთ ნაწილში. ხიდზე მყოფ ოკუპანტებს უკვე ხდებიან, რაც მათ ელოდებათ. მათ იციან, რომ ეს არ შეჩერდება და ხედავენ, რომ უკრაინის დარტყმები სულ უფრო ღრმა, ძლიერი და წარმატებული ხდება. ისინი უკვე საწავისა და საკვების გარეშე რჩებიან. ეხლა წყალიც აღარ იქნება ხელმისაწვდომი, რადგან უკრაინა უთევს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ყირიმში სუფთა წყლის მიწოდებისთვის აუცილებელია. არ არის გასაკვირი, რომ ათასობით ოკუპანტი ყირიმიდან გასასვლელ ბოლო ხიდისკენ გარბის. თუ უკრაინა კერჩის ხიდს არ გაანადგურებს, ის გაანადგურებს კიდევ უფრო მეტ ენერგეტიკულ ობიექტს, ან ორიოს ერთად. და ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როცა ლოგისტიკური დარტყმები გაგრძელდება და ყირიმში დარჩენილი თავდაცვა ერთის შემდეგ ერთი განადგურდება. გინდოდათ, რომ იულ სამიზნედ დარჩენილიყავით მიწის ნაგლედზე, რომელსაც თქვენი ძლევამოსილი ლიდერი ვეღარ იცავს? რა თქმა უნდა არა, და არც ოკუპანტებს უნდათ ეს. ამიტომაც თავის გადასარჩენად გარბიან. ეხლა პუტინს დიდ პრობლემასთან აქვს საქმე. ის ხედავს, რომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს და არაფრის გაკეთება არ შეუძლია მის შესაჩერებლად.
რუსეთს ვერ შეუძლია ყირიმში მეტი საჰაერო თავდაცვა გადაიტანოს, რადგან უკრაინა მუდმივად ჭრის ლოგისტიკურ არტერიებს, რაც ამის გაკეთებას შესაძლებელს ხდის. ეხლა რუსეთს უწევს გაუმკლავდეს იმ ადამიანების ნაკადს, რომლებიც ფაქტობრივად ლტოლვილებად იქცნენ და მასობრივად ბრუნდებიან მატერიკზე. წარმოიდგინეთ, რომ ეს არ ჩერდება და 15 კილომეტრიანი რიგები, რომელსაც ქერჩის ხიდზე ხედავთ, გახსნის კარს კიევის ყირიმში მყოფი ყველა ოკუპანტისთვის რომ გაიქცნენ. ეს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია, რომლებიც რუსეთში დაბრუნებას ეცდებიან და ეს კრემლისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომელსაც მოუწევს გამკლავება. რა მოუვათ ამ ადამიანებს? ისინი მიჩვეულნი არიან ცხოვრებას იმ ადგილას, რომელიც რუსებისთვის თითქოს და ელიტური კურორტია. ამიტომ ისინი არ დაკმაყოფილდებიან იმით, რომ პუტინმა სადღაც შორს მივიწყებულ რეგიონში გაგზავნოს. ისინი ქერჩის ხიდიდან პირდაპირ რუსეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში შევლენ და მოუნდებათ ქვეყნის უფრო შეძლებულ ადგილებში გადასვლა, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში. ეს ის ტიპის ქალაქებია, სადაც ყოფილი ოკუპანტების ისეთი დიდი ნაკადი იქნება, რომ მათი უგულებელყოფა შეუძლებელი გახდება. ათასობით ოკუპანტი ლტოლვილი ყველაზე ნათელი ნიშანი იქნება ყველასთვის, ვისაც პუტინი ჯერ კიდევ არ წუნებს, რომ უკრაინის ომი კარგად მიდის, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ომის სახში სხვა ფორმით დაბრუნდება და შესაძლოა ეს სწორედ ის გზა იყოს, რომელიც საბოლოოდ აიძულებს რუს ხალხს, რომ რამე გააკეთონ თავიანთი შეშლილი ლიდერის წინააღმდეგ. რაც შეეხება პუტინს, გვირგვინის მარგალიტი დაიკარგება. ოკუპირებული ყირიმი ფაქტობრივად გადაიქცევა უზარმაზარ მურჩვენებათა ქალაქად, დაცლილი იმ რუსებისგან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი პრეზიდენტი მართლაც შეძლებდა მათ დაცვას. პუტინის მეოთხე საუკუნოვანი მმართველობის უდიდესი წარმატების ისტორია რუსეთში საბოლოოდ კიდევ ერთ მარცხად იქცევა. და რუსეთსადმი გლობალური აღქმა სამუდამოდ შეიცვლება. პუტინს ვერც კი შეუძლია ნახევარკუნძულის შენარჩუნება. აღარაფერს ვამბობ უკრაინასთან ომის მოგებაზე. ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ეს ხდება. პუტინი ვერ იცავს არც ყირიმს, არც მოსკოვს და არც სხვა ადგილებს, რომლებიც უკრაინის დრონების მოქმედების არეშია. ომის დინამიკა შეიცვალა და როცა ქერჩის ხიდზე რიგები იზრდება, უკრაინასა და მის მოკავშირეებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ დანა კიდევ უფრო ღრმად ჩასცენ. ყირიმი პუტინის ძალაუფლების სიმბოლოა. თუ ის დაინგრევა და უკრაინა მხოლოდ ახლა იწყებს, მაშინ პუტინის უკრაინაში შეჭრა უნდა დასრულდეს. და თითქოს პუტინისთვის და რუსეთისთვის საქმეები ვერ გაუარესდებოდა, მათ ეს ყველაფერი წინასწარ დაინახეს და ვერაფერი გააკეთეს მის შესაჩერებლად. უკრაინის გეგმა უბრალოდ ზედმეტად სრულყოფილია, როგორც კონცეფციით, ისე შესრულებით. ჩვენ უკვე შევეხეთ ამ გეგმას, მაგრამ თუ გსურთ უფრო სიღრმისეული განხილვა, ჩვენ გვაქვს თქვენთვის იდეალური ვიდეო. მახე უკვე ამოქმედებულია და რუსეთი იკლაკნება სიკვდილის მოლოდინში. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი ინფორმაცია პუტინის ყირიმის კატასტროფაზე. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.